ნათია ვარ ჯამთეი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული აბნულავი დაგაურებს ყველასთან, პრივასკებს, პრისოსკებს, აციკაიუ, ზალივაიუს ბელია ულტრაფიოლეტოვი პათოკიზობერიებით და ზაპრეშაიუს სეხნამინია ნეგატივობასა და დისტრუქტივობას. პაკა დასვიდანიათ. ვიბირაიუს სიხარულის სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერებას, დისტრუქტივებს აბნულაეც ატმინია პადალში. ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო? დუალნოს, ორმაგობაზე მინდა ვილაპარაკო. ორმაგობა რას ქვია, რომ ეხლა რეგრესოლოგები ამბობენ, რომ ეს ორმაგობა არ არსებობსო, ანუ შავსაც კაი თვალით უნდა შეხედო, პოზიტიური თვალითო და თეთრსაცო კაი თვალით უნდა შეხედო, პოზიტიური თვალითო, მაგრამ საერთოდ ეხლა დუალნოს ორმაგობა რას ნიშნავს ეხლავი ავხსნით. არის ადამიანის ბიოსისტემა, ხო? ბიოსისტემა რისგან შედგება? გულისაგან, სისხლისაგან, არის DNK. DNK რისგან შედგება? შედგება DNK, RNK, ინფოპაკეტებისაგან, რა ქვია, იმუნიტეტებისაგან, ვირუსებისაგან, ესე იგი ადამიანი ინდივიდუალური. თითოეული ადამიანი ხო არის ინდივიდუალური ადამიანი. თითოეული ადამიანის სული რისგან შედგება? სისტემა, სტრუქტურა, რაღაცა მექანიკები აქვს თავ ამ სულსაც. ამ თითოეული ადამიანის სულს აქვს კოსმო ენერგიებით, ზიმნოი ენერგიებით. კოსმო ენერგიებსაც ფლობს ადამიანი, ზიმნოი ენერგიებსაც ფლობს ადამიანი და შეუძლია ბუნებრივი ენერგიებსაც ფლობს და ბევრნაირი ენერგიების ფლობა შეუძლია საერთოდ ადამიანს. სიყვარულიც იგივე ენერგია, ამბიციები, ემოციები იგივე ენერგია. ანუ სისხლი, DNK, RNK რას ფლობს, ნუ ეხლა დუალნოს ორმაგად თეთრსაც ფლობს, შავსაც ფლობს, მაგალითად ბიოსისტემას აქვს ქალური ენერგიებიც, კაცური ენერგიებიც, კაი გაგებაც აქვს, ცუდი გაგებაც აქვს, ზოგი უყვარს, ზოგი არ უყვარს. ეს საკითხზე ერთ დღეს ერთნაირად მსჯელობს, მეორე საკითხზე მეორენაირად მსჯელობს. ანუ თითოეული ადამიანი, რა ქვია, ვითარდება, აქვს თავისი შეხედულებები, თავისი ჩისტოტები, თავისი ინფოპაკეტები, თავისი RNK, DNK, თავისი ასე ვთქვათ კოსმოენერგიები, ზიმნოი ენერგიები, ქალური ენერგიები, კაცური ენერგიები. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი პროფესიონალური ენერგიები, ანუ თავისი ვიბრაციები, იერარქიები და თავისი გერცები აქვს ადამიანს, თითოეულ ადამიანს. ამ გერცებშიც, ამ ვიბრაციებშიც არის პლუს ვიბრაციები და მინუს ვიბრაციები, ანუ დუალნოს პლუსებიც გვაქვს, მინუსებიც გვაქვს. დუალნოს, რასაც ქვია, ორმაგობა. ანუ ხანდახან წაღმავსჯელობთ, ხანდახან უკუღმავსჯელობთ. ასვლებიც გვაქვს, ჩასვლებიც გვაქვს, ხო? ეხლა თითოეული ადამიანი ეხლა ადამიანი არის ერთი საერთოდ ინდივიდუალური ადამიანია, მაგრამ ინდივიდუალური ადამიანის ფსიქიკაშიც კიდე არის ორმაგობა, ხან სამაგობა, ხან გაუთხმაგება, ხან გასმაგება, ხან ეს ანუ მრავალ სტრუქტურიანი კვანტური სკაჩუკებით შეგვიძლია კვანტური აზროვნებებით, კვანტური აზროვნება სულებს შეუძლიათ ეს ბიოსისტემებს არ შეუძლიათ. თუ ძლიერი სული არ ყავს ადამიანს ორგანიზმში, მარტო ბიოსისტემა არის დაპროგრამებული იმაზე, რა ვჭამო, დავიძინო, ვიმუშაო, კუნთები გავიმაგრო, ვივარჯიშო ან არ ვივარჯიშო, ცოლი მოვიყვანო, არ მოვიყვანო ცოლი, შვილი გავაჩინო, ან არ გავაჩინო შვილი. ბიოსისტემები ძალიან სხვანაირად არიან დაპროგრამებულები და ადამიანის სული უკვე კვანტური სკაჩუკებით ფიქრობს ძალიან სხვანაირად. ეხლა სხვანაირად რომ შევხედოთ ჩვენ შავსაც და თეთრსაც, ხო? ღვთიური თვალებით, ხო, მიხვდებით, რომ ის შავიც
რაღაცაში გვადგება მაგალითად აკრძალვები, მაგალითად სასჯელი მაგალითად სასჯელი რაში გვადგება აი მე ესე მოვიქეცი და ესე ან უნდა მოქცეულიყავი და აწი ესე აღარ მოვიქცე მიპატიებია ჩემი თავისათვის მიპატიებია ყველასათვის და ვცდილობ რომ თავი ასე ვთქვათ შევიკავო დალევისაგან მაგალითად ცუდ სიტყვაობისაგან მაგალითად ქურდობისაგან და ვცდილობ რომ გამოვწორდე ხო გამოვწორდი ანუ ეს სასჯელიც ანუ რომ თუ მიხვდა ადამიანი ან თუ მიახვედრა ვიღაცამ ან თუ ძალით მიახვედრეს რომ შენ არასწორად მოიქეცი და ესე არ უნდა მოქცეულიყავი და ცდილობს ადამიანი რომ გამოსწოდეს აი სხვა თვალითაც რომ შევხედოთ ჩვენ შავსაც და თეთრსაც ხო დუალნოს რასაც ქვია წაღმამხარეებსაც და უკუმხარეებსაც ეს ორივე ღვთიური თვალით რომ შევხედოთ ცოტა გამოსაყენებელია ცოტა გააჩნია რა მეთოდით, რა ხერხებით, რა მექანიზმებით, რა ხერხებით იყენებს ადამიანი, ასე ვთქვათ, ამ შავსაც, ამ თეთრსაც, ამ ქალურ მხარეებსაც და ამ კაცურ მხარეებსაც. კაცური მხარეები რაც ქვია, ბრძოლის უნარიანობა, სამართლიანობა, ქალური მხარეები რაც ქვია, სათნოება, სიყვარული, გაგება, პატივისცემა, ასე ვთქვათ, და არის ადამიანში კიდე ძალიან ბევრი მხარეები. ადამიანი არის ცოტა არ იყოს ცხოველური მხარეებიც აქვს ადამიანს. ცხოველური მხარეები რაც ქვია, რომ აი ადრე იყოს ომი დაკა-დაკა. და ასე ვთქვათ, იმუნიტეტში აქვს ადამიანს, გენებში აქვს ადამიანს ბიოსისტემას ჭადებული ის, რომ რა ქვია, კონკურენტობა ყოველთვის იყო. კონკურენტობა ყოველთვის იყო და საერთოდ მსოფლიოში და ცხოველური ცოტა არ იყოს ცხოველური ინსტინქტებიც აქვს, ცხოველური იმპულსებიც აქვს ადამიანს, რომ აი მარტო მე უნდა ვიყო კარგად და მარტო მე უნდა ვჭამო და ეს ჩემი ტერიტორია და მარტო ჩემი ოჯახი უნდა იყოს კარგად და მარტო ჩემი შვილები უნდა იყოს კარგად და მარტო მე უნდა ვიშოვო ბევრი ფული და მარტო მე უნდა მქონდეს კაი ბიზნესი და ესეთი ცხოველური ინსტინქტებიც ეს ადამიანის ცოტა არ იყოს ეს გაჭირვება ადრე რომ ადამიანს ასე ვთქვათ უჭირდა და რაღაცა გამოიმუშავეს თითოეულმა ბიოსისტემამ, DNK-მ, RNK-მ ეს რაღაცა სისტემა მექანიკა ეს მექანიკურად ემართება ადამიანს, რომ ეგოისტი კი არ გახდა. აი ცხოველივით გახდა, რომ მე უნდა ვიყო და სხვები უნდა ასე ვთქვათ ვინ არიან? სხვები ის უმკიდია, მე უნდა ვიყო. ხო ეხლა გააჩნია ეხლა დუალნო გაორმაგებულობაც არსებობს, გასამაგებულობაც არსებობს ეხლა და არსებობს ისეთი ტოჩკა ადამიანში, ნულევოი ტოჩკა, რომ ადამიანი ითიშება. მაგალითად ეს დღეები საერთოდ ყველა ითიშება. მე დავაკვირდი, რომ ბევრი ადამიანი ითიშება, ანუ დგა იყურება, რა თქواس დაავიწყდა, რა თქواس. ანუ ძალიან ბევრი პროგრამების მოშორება ხდება ეს დღეები სექტემბრის ოქტომბრის ბოლომდე, რაღაც დრო სექტემბერია და უკაცრავად შემიშალა ოქტომბრის ბოლომდე ხდება ძალიან ბევრი პროგრამების მოშორება. რა პროგრამების მოშორება ხდება? ეს თვითონ იცვლებიან დედამიწის სისტემები, სტრუქტურები, მექანიზმები, იცვლებიან ეგრეგერები და ხდება ისეთი სისტემების მოშორება, რომელიც არის დაფუძნებული ძალადობაზე, უფულობაზე, გაჭირვებაზე, რა ქვია, რაღაცა დისტრუქციული პროგრამების მოშორება ხდება, ბლოკების, რაზრუშიცენი, სამარაზრუშიცენი პროგრამების მოშორება ხდება, ბაევოი პროგრამების მოშორება ხდება, ჰაკერ-კრაკერული პროგრამების მოშორება ხდება, ეს სერები, გრეები, არხონტები ადამიანის იმას რომ ექსპერიმენტაობენ, რაღაცა ბევრი ვირუსების მოშორება ხდება და ადამიანი, რა ქვია, ზოგს თავბრუსხვევა აქვს, ზოგს ყურების ტკივილი აქვს, ზოგს გულისრევები აქვს, ზოგს კუჭი ეწვება, ზოგს ფეხების ტკივა, მე მაგალითად ფეხებზე მარტყავს პირდაპირ, იმიტომ რომ
ფეხებში ზიმნოი ენერგიებს ფლობ კარგად, კოსმოენერგიებს ვინც კარგად აფლობს, უფრო თავის ტკივილები აქვს, თავბრუსხვევები აქვს, თვალები ეწვება ხალხს და ასე ვთქვათ, რა ქვია, პროგრამები იცვლება, ბიოსტრუქტურული ზიმნოი პროგრამები და კოსმო პროგრამები იცვლება როგორ საუკეთესობისაკენ. უნდა იფიქროს ადამიანმა ის, რომ რაც ხდება, ჩემთვის ხდება სასიკეთოდ, რა ქვია, სასარგებლოდ. და ვიბირავით ოლკა სიხარული სიყვარული ჯანმრთელობა ჩემთვის სასიკეთოდ სასარგებლოდ ატპუსკაიუ ანუ ვაუქმებ ვაბათილებ ვიშორებ რა ქვია ვიშორებ ატპუსკაიუ რას ქვია პაკა დასვიდანია რა ქვია მაგალითად დარდებო, ბლოკებო, სამაბლოკებო, разрушительный, саморазрушительный, პროგრამებო, ტრიგერებო, პაკა დასვიდანია, უნდა თქვას ადამიანმა, მე ვარ ასე ვთქვათ ღვთის შვილი, კოსმოსის შვილი, აბსოლუტის შვილი და ვიბირავი მხოლოდ სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება. ჩემთვის ვაბლაგა დუარნოსწობა, ეხლა ორმაგობა, სამაგობა კოსმოენერგიებშიც არსებობს და ზიმნოი ენერგიებშიც არსებობს. მაგას ვერ გაიგებს ადამიანი. რა ქვია, ენერგიები ძალიან ბევრნაირი არსებობს. მაგალითად იძახიან, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ადამიანი იმ რწმენით, რომ ღმერთს ყველა უყვარს, ღმერთი ყველა გადაარჩენს, ღმერთი ყველას შეიწყალებს, მოუტევებს, დაიფარავს, ხო, ეხლა ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ ღმერთის სახელშიც არსებობს დუალნოსწობა. ღმერთს კი ყველა უყვარს. მაგრამ ამ ღმერთის რწმენაშიც ღმერთის სახელში კი არა და რწმენაშიც კიდე არსებობს ორმაგობა, ანუ ამ სისტემაში, ამ სტრუქტურაშიც კიდე არსებობს ორმაგობა. ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ღმერთს უყვარს ის მოძალადე, რომელ ადამიანს უყვარს ის მოძალადე, რომელ ადამიანს უყვარს ის მკვლელი, რომელ ადამიანს არც ერთს, მაგრამ ღმერთი აძლევს ყველას გამოსწორების უფლებას. გამოსწორდება, არ გამოსწორდება და არ გამოსწორდება. ეხლა არ ეგონოს ვინმეს, რომ არსებობს ცუდი ძალები, ავი ძალები, ასე ვთქვათ, დისტრუქციულ, разрушительный, саморазрушительный პროგრამაზე დამოკიდებული ძალები, ეს ძალები ამ ძალებს უყვართ მარტო ადამიანის ენერგიები, მაგალითად ბესებს, ეშმაკებს, სერებს, არხონტებს, რეპტილიებს, ასტრალურ პარაზიტებს, სპრუტებს, გველებს, დრაკონებს, დრაკონიანცებს, ხო, იმათშიც არიან კარგები, კარგი ევოლუციისა და კარგი ვიბრაციებისა და კაი, ასე ვთქვათ, იმუნიტეტებისა და კაი დნკ-ის მატარებელი, კაი სულის მატარებელი სუშესტოები და არსებობენ, ასე ვთქვათ, ცუდი სულისა და ცუდი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები და არ უყვართ სხვა სუშისტოები. არ უყვართ სხვა სუშისტოები, უყვართ მარტო ენერგიები, როგორ შეჭამონ ადამიანი, როგორ დააზარალონ, როგორ დააზომბირონ, როგორ წაართვან იზობილიები, როგორ დაუკეტონ გზები, როგორ დაუბლოკონ აზროვნება, ხედვა, როგორ დააჩიპირონ მაგალითად და ასე შემდეგ და როგორ ატარონ ადამიანი, გადაიყვანონ გზიდან მაგალითად. არიან ბევრი სექს პარაზიტი სუშესტოებიც, ორფეხა სუშესტოები თუ სატანა სუშესტოები, რომლებიც ასევე იმას ცდილობენ, როგორ ვინმე გააუპატიურონ, გზიდან გადააგდონ, ცემონ, გაქურდონ, ურტყან და ასე შემდეგ, ასეთი სუშესტოებიც არსებობენ. ანუ არის კი ეხლა ადამიანი რომ ფიქრობს, რომ ღმერთი გშველის, ღმერთი ყველას ყოველთვის შველის, აბსოლუტი და ანგელოზები ყველა სულს ეხმარებიან ყველანაირად, მაგრამ სულიერ სამყაროშიც არსებობს დუალნოსწობა. ანუ ეხლა
ღმერთს არ უყვარს და კოსმოკანონებს არ უყვართ ის, რაც ზიანს აყენებს ან ერთმანეთს, ან სხვას. ეხლა ადამიანი რომ ქალი რომ წააქციონ ქუჩაში და ურტყან და ცემონ ეხლა ვინმე რომელ კაცს მაგრამ არიან ისეთი კაცები რომლებსაც მოსწონთ ეს ქალის ცემა, ხო? არიან სადისტები, მანიაკები. ეხლა ნორმალურ ადამიანს მოსწონს ეს ქალის ცემა, ან კაცის ცემა, ან რაღაცა სპორტს არ ვეხები მე სპორტი და შეჯიბრი ეს დროებითია და იქ უბრალოდ ეხლა სპორტსმენაობენ და ასე ვთქვათ ამყარებენ რაღაცა პრინციპით რომ მე ვარ ძლიერი და მე მოვერიე და მე გავიმარჯვე და ეს არის გართობია, მაგრამ ამ გართობითაც ერთმანს აყენებენ ზიანს, სულიერ ზიანსაც და ფიზიკურ ზიანსაც და ასე ვთქვათ ფსიქიკურ ზიანსაც აყენებენ ერთმანეთს, ხო? ეს არის მანიაკობა და სადისტობა. ეხლა სპორტსაც გააჩნია, ბევრი სახეობის სპორტია, მაგალითად ფეხბურთი, მაგალითად ცურვა, მაგალითად სიგურაობა, სადაც ზიანს არ აყენებენ ადამიანს და არის სპორტის ისეთი სახეობები, სადაც ზიანს აყენებენ ადამიანს, ხო? ეხლა დუალნოსწობა, რასაც ქვია, ეხლა ყველა სისტემაში და ყველა სტრუქტურაში არსებობს. მაგალითად ერთ ადამიანზე სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა აზრი აქვს, ხო? და მე სხვადასხვა ადამიანებზე სხვადასხვა აზრი მაქვს. ანუ ეს კვანტურად ხდება, უცბად, უბრალოდ კვანტური აზროვნება ძალიან სხვანაირი აზროვნებაა, რომელსაც ასე ვთქვათ ეს სისტემები, აკერკრაკერები, ასე ვთქვათ ვერ იმაშვრებია, მეცნიერები, ასე ვთქვათ, მეცნიერები კი არა და მეცნიერებზე უფრო გველაძუა, მეცნიერება გველაძუობა არ არის, მაგრამ ის მეცნიერობა, რომელიც თავის ცოდნას ცუდად იყენებს, ეგ უკვე გველაძუობაა. ხალხის საწინააღმდეგოდ, ხალხის დასაჩაგრად, რომელი მეცნიერება თავის ცოდნას იყენებს, ეგ უკვე გველაძუობაა. რა ქვია, კვანტური აზროვნება, რომელიც შეუძლია მხოლოდ ძლიერ სულებს, ძლიერ შეცდომებს, კვანტური აზროვნება, კვანტური პროგრამირება, კვანტური გადაპაროლება, კვანტური კოდები, კვანტური შიფრები, კვანტური ლაპარაკი, ეს ასტრალური უცხოპლანეტული ლაპარაკი, კოდების ასე ვთქვათ, გაშიფრვა ძალიან უჭირთ ეს კომპიუტერულ, ასე ვთქვათ, მეცნიერულ მექანიზმებსა და მექანიკებს. იმიტომ რომ ეს ხდება პარალელურ მირებში. დუალნოსწობა, ორმაგობა არსებობს კიდე რა ქვია, ჩვენ მირებში არის მირიები, სამყაროები, პარალელური მირები, ზერკალნი მირები. ძალიან ბევრი მირები არის, ასე რომ ვილაპარაკო, მე დილამდე უნდა ვილაპარაკო და ერთი სიტყვით რომ თქვათ, ეხლა თითოეული ადამიანი ინდივიდუალური, თავის ინდივიდუალური შეხედულება აქვს, მაგრამ ამ შეხედულებაში, ამ აზროვნებაში, ამ ვეტკა რეალნოსწობაში, ამ ვეტკა საბიძინობაში და რეალნოსწობაში, რეალურობაში, ანუ დროის მომენტში და დროის, ასე ვთქვათ, დროის, ასე ვთქვათ, ფიქრებში, კვანტურ ფიქრებში, ინფოპაკეტებში, წუთიერ ინფოპაკეტებშიც კიდე აქვს რაღაცა დუალნოსწობა, ანუ ორმაგობა, ესე კი არა ისე, ისე კი არა ესე, ესე კი არა, ანუ ტვინი ესეა აწყობილი. ესეთი მექანიკა აქვს, ტვინი ცალკე აზროვნებს, სული ცალკე აზროვნებს. დუალნოსწობა არის ორგანიზმიც კი, ეხლა გულის სისტემაზეა და ტვინის სისტემასთან არის დაკავშირებული მთელი გულის ფუნქცია, ტვინის სისტემასთან არის დაკავშირებული კუნთები, ნერვები, ზურგის ტვინი, ანუ ტვინთან არის ყველაფერი დაკავშირებული და ეს მექანიკა ამუშავებს ამ იმას, რა ქვია,
მთლიან სისხლის მიმოქცევის ფუნქციით მუშავდება მთლიანი, ასე ვთქვათ, ბიოსისტემა, ბიოსტრუქტურა. მაგრამ ეხლა უყურე ამ ტონკი წელებსაც, რომლებშიც 7 ჩაკრა გვაქვს, ზოგს 9 ჩაკრა აქვს, ზოგს 8 ჩაკრა აქვს, ზოგს 12 ჩაკრა აქვს. ჩვენს ტონკი წელებს, ჩვენს ფანტომებსაც კიდე და ჩვენს საზნანია, პადსაზნანიასაც კიდე თავისი დუალნოსწობა აქვს, თავისი ორმაგობა აქვს. მაგალითად მეზარება მუშაობა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი მენტალწელა, საზნანია, პადსაზნანია, ჩემი რა ქვია, ასტრალწელა მეუნება, რომ არ მინდა მუშაობა. მაგალითად არ მინდა დალევა, იმიტომ რომ ჩემი მე-4, მე-5 ჩაკრა მეუნება, რომ არ მინდა დალევა. არ მინდა მაგალითად საერთოდ რა ვიცი რაღაცა, არ მინდა რაღაცა, იმიტომ რომ ეს გულის ჩაკრა მეუნება, რომ მინდა რაღაცა, ასტრალ ჩაკრა მეუნება და ეფირ ჩაკრა მეუნება, რომ ეფირ წელა მეუნება, რომ რაღაცა მინდა. რაღაცა მტკივა, ხო, ანუ ეფირ წელა მანიშნებს რაღაცას, რომ მტკივა ეს მენტალწელა, ასე, ანუ დუალნოსწობა, ეს ჩვენ ჩაკრებზეც არის და ეს რა ქვია, ადამიანებთან ურთიერთობის დროს რა ხდება? ხდება ეფირ წელების, ბიოველი ბიოპოლების და ასე ვთქვათ, მენტალ წელების მენტალ წელების, ასე ვთქვათ, ელაპარაკები, ხო ადამიანს რაღაცა ურთიერთობა გაქვს მენტალ წელებთან, ასე ვთქვათ, მენტალ წელებთან შეხება. თუ ადამიანს ძალიან ფარღალალა ბიოველი ბიოპოლი აქვს, იმას მენტალ წელებსაც შეეხები, ჩაკრები უნდა, ჩაკრების დაცვა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ჩემი ჩაკრები პოჩისავე შტრაშკი ძალივაეცა სალატი ულტრაფიოლეტოვი პატოკიზობირიებით ვარ ბაჟესტვინი ზაშიტებში, ზაპრეშაევს ეხა ჩემზე, ჩემს ბიოველ ბიოპოლზე, ჩემს ჩაკრებზე ზრორი ხა პლოხავლიაც. ადამიან თითოეულ ადამიანს მერვე ჩაკრას აქვს ასტრალნი წელას ეძახიან, ხო, მერვე ჩაკრა ადამიანთან ლაპარაკისას იმ ასტრალ წელას თუ ძალიან ფარღალალა აქვს ასტრალ წელა, შეუძლია თავის ტვინის ტკივილი, მე მაგალითად გძნობ ხოლმე სხვა ადამიანების თავის ტკივილს. თავის ტკივილსაც აგვგზნობ და ხანდახან რას ლაპარაკობენ შორიდან უკვე ლაპარაკიც მესმის უკვე. მე რო არ მინდა რომ ჩემი ლაპარაკი მომისმინონ და მე რო არ მინდა რომ თავი დავიცვა, ხო? მე ვაცხადებ რომ მე მესმის ხანდახან ვაცხადებ რომ я отключаюсь от всех და მე მესმის მხოლოდ ჩემი თავის. მე მესმის მხოლოდ ჩემი ჩაკრების, ჩემი სულის, ჩემი ვიში იასი, ჩემი ვიში რა ქვია ასპექტების, ჩემი ვიში იერარქიების, ჩემი ვიში კურატორების მესმის მხოლოდ. ჩუჟიები ვერ რა ქვია ატკლუჩაიუს ჩუჟიებისაგან, ჩუჟიები რას ქვია უცხოებისაგან, სხვებისაგან ატკლუჩაიუს, ადამიანებისაგან, გარშემო ადამიანებისაგან ატკლუჩაიუს და მე ისინი ვერ მისმენენ, მაგალითად ვერ მისმენენ. და ვერ მხედავენ, კი როგორ ვერ მხედავენ, მაგრამ ჩემ მენტალ წერებს, ჩემ ჩაკრებს, ჩემ ბიოველს, ბიოპოლს ვერ ხედავენ, ანუ ჩემ მეორე მირს, რასაც ქვია შინაგან მირს, ვერ ხედავენ. შინაგანი მირი უნდა დაიცვას ადამიანმა, შინაგანი მირი. სულიერი სახლი უნდა დაიცვას ადამიანმა, ფიზიკა, ბიოსისტემა, იმიტომ აქვს ადამიანს რომ მარტო გარეგანი ის კი არ დაიცვას, რომ მე ვარ ლამაზი, მე ვარ ტანადი, მე ვარ რა მაგარი კაბა მაცვია. მარტო ეს კი არა, შინაგანად უნდა დაიცვას თავისი თავი, რომ მე ჩემს რა ქვია, უნდა დააყენოს ადამიანმა, წარმოიდგინოს ესეთი ის, რომ მე ეხლა კი ჩავიცვი რაღაცა შარვალი, ტუფლები, მაგრამ წარმოვიდგინე რომ მე მაცვია რა ქვია ულტრაფიოლეტოვი შარვალი, ულტრაფიოლეტოვი კაბა, ულტრაფიოლეტოვი სფეროში ვარ, ულტრაფიოლეტოვი ეკრაბაში ვარ,
ცეცხლის მეკრაბაში ვარ ულტრაფიოლეტოვი, იგივე ცეცხლი არის, ან ტონკი ცეცხლის ნერთბილი, ცეცხლის მეკრაბაში ვარ, სფეროში ვარ, ჩასაცმელში ვარ, ხელებზე მაგალითად პელჩატკები მაქვს, ულტრაფიოლეტოვი პელჩატკები მაქვს მაგალითად და როცა მინდა ამას მოვდივარ სახში, ხო? ამას დეზინფიცირებას გავაკეთებ, ან სახში შემოვედი, ახალ ულტრაფიოლეტოვი ჩასაცმელი ჩავიცვი, ჩემი ბიოვერი ბიოპოლი კარები, ულტრაფიოლეტოვი კარებით დავკეტე, ულტრაფიოლეტოვი სეტკები, ძალატი სეტკებით დავკეტე. ეს ახლა ვინც ვერ ფლობს გიპნოლოგიას, რეგრესოლოგიას და წარმოსახვის უნარს, ცოტა იმათვის სასაცილოა, მაგრამ ხო წარმოისახავთ, რომ ვითომ ძილში, ფიქრებში რაღაცებს ხო ხედავთ, არა, იგივე წარმოისახეთ, რომ მე მაგალითად ვარ ბაჟესტვინის ზაშიტებში, ცეცხლის ზაშიტებში, სოლნიჩრი ლუჩების ზაშიტებში, სოლნიჩრი მეკრაბის ზაშიტებში, სოლნიჩრი ფილტრების ზაშიტებში, სოლნიჩრი ფილტრები ჟიგაეთ все деструктивებს, ჩორნიე სილებს, ავძალებს, ავინფოპაკეტებს, რაზრუში წინი, სამარაზრუში წინი პროგრამებს. ეს ადამიანმა შინაგარი სულიერი სამყარო უნდა დაიცვას, ჩაკრები უნდა დაიცვას, უნდა თქვას პირველი ჩაკრა ზალივაიცა ბერიე პატოკებით, მეორე ჩაკრა ზალივაიცა ბერიე პატოკებით, მესამე ჩაკრა ჩემი ენერგიები, ენერგოინფორმაციული კანალები, იზობირიების ენერგიები, განათლების ენერგიები, жизненные სილები ზალივაიცა ბერიე, წმინდა წყლის პატოკებით, ნასიშაევს, ამივაევს, ისწერებს და ასე შემდეგ. ანუ დუალნოსწობა ძალიან კი არ არსებობსო დუალნოსწობაო და რაღაცას იძახიან, მაგრამ ყველა სისტემაში არსებობს კაიც და ცუდიც. ყველა სისტემაში არსებობს ძლიერი მხარეც და სუსტი მხარეც. თვითონ ადამიანშიც ადამიანი, თითოეული ადამიანი ზოგ რაღაცაში ძლიერია, ზოგ რაღაცაში სუსტია. მათემატიკაში ძლიერია, მაგალითად ხიმიაში სუსტია და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ცოტა რაღაცები ადამიანებს შეგვიძლია, რა ქვია, გავეცნოთ, დავათვალიეროთ, სკანიროვანიება გავუკეთოთ რაღაცას, მაგრამ დანარჩენ რაღაცებში ზოგი შეგვიძლია, ზოგი არ შეგვიძლია. ანუ ასეთია, პლუსებიც გვაქვს, მინუსებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენ პლუსებისა და მინუსებისა და რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, ამისი დაბალანსირება უნდა ვიცოდეთ ჩვენთვის სასიკეთოდ. ისე რომ ზიანი არ მივაყენოთ არც ჩვენ თავებს და არც სხვას. აი ეს მინდოდა მეთქვა დუალნოსწობაზე.